ჯეიმს განის სუპერმენი ამ სიტყვებით დაიწყო. სამი საუკუნის წინ დედამიწაზე პირველი სუპერძალის მქონე არსებები მეტაადამიანები გამოჩნდნენ. მაგრამ ვინ არიან ეს მეტაადამიანები? ამ კითხვის პასუხად ფილმში გვაჩვენეს სამართლიანობის დარბაზის აიას ფრესკა. მოგვიანებით კი ჯეიმს განმა X-ზე ეს სურათები ატვირთა და მოგვეცა შანსი რომ ვნახოთ თუ ვინ არიან ეს მეტაადამიანები. მოდი დავიწყოთ მარცხნიდან. ეს არის Sister Symmetry. ის ერთ-ერთი უძლიერესი ჯადოქარი და Justice League Dark-ის დამფუძნებელია. Justice League Dark იყო GLA-ის განშტოება, რომელიც ზებუნებრივ საფრთხეებს უმკლავდებოდა. შემდეგი არის ჩუმი რაინდი, იგივე ბრაიან კენტი. ის მე-6 საუკუნიდანაა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჰაკმენის იგივე კარტერ ჰოლის ერთ-ერთი რეინკარნაცია იყო. ფრესკაზე შემდეგი არის ექსორცისტოსი. ის გადასახლებული ამაზონელია და დედამიწაზე დახედიარობს. თავიდან ის 2011-ში დემონი რაინდების კომიქსებში გამოჩნდა. შემდეგია შავი მეკობრე, ის უკან კი ვხედავთ გემს. შავი მეკობრე 1940 წლის Action Comics-ის 23 ნომერში გამოჩნდა. ის მე-16 საუკუნის ინგლისელი მეკობრე იყო, რომელიც სპორტში დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს. ეს ადგილი მოგვიანებით Opal City გახდა. შემდეგი არის Miss Liberty. ის 1962-ში გამოჩნდა. Miss Liberty იყო რევოლუციური ომის გმირი და მიიჩნევა, რომ მეორე მსოფლიო ომის გმირის Liberty Bell-ის წინაპარია. ჩვენ მასზე მოგვიანებით საუბარი მოგვიწევს, რადგან ის მეორე ფრესკაზეა. შემდეგი არის Max Mercury. ჩვენ მას ფრესკის ორივე მხარეს ვხედავთ. Max Mercury არის სპიდსტერი და ის ერთგვარად Flash-ის პერსონაჟის ორბიტაზეა. მას უნდა Speed Force-თან შეერთება, თუმცა არ გამოდის, რადგან მარტივად რომ გითხრათ მაგარი სირია. როდესაც გარბის მუდამ წაბორძიგდება ხოლმე და შემთხვევით დროის სხვადასხვა პერიოდებში გადადის. ის წესით 1700-იანებიდანაა, თუმცა ჩვენ ის ვნახეთ 1860-იან, 1910-იან, 1940-იან და 1980-იან წლებში. ორივე ფრესკაზე მის გამოსახვასაც შეეხება, აქ ორი სხვადასხვა ვარაუდია. ერთი ის, რომ ფრესკის დახატვისას არ იცოდნენ, რომ ეს ორი ერთი და იგივე ადამიანი იყო, ან კიდევ პირიქით იცოდნენ, თუმცა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მან დროის სხვადასხვა მონაკვეთებზე მოახდინა გავლენა. ფრესკაზე შემდეგია Super Chief. ის მეომარია ძალებს კი მეტეორისგან გაკეთებული ამულეტით იღებს. სწორედ ამიტომ ჩანს მის უკან მეტეორი. შემდეგია El Diablo, იგივე ლაზარუს ლეინი. მე-19 საუკუნის შენեղბული შურისმაძიებელი. მის უკან ვხედავთ ელვას, რადგან მას ელვა მკერდში მოხვდა და კომაში ჩააგდო. მოგვიანებით კი მისი მეგობარი ბრძენი ბუ დაეხმარა გამოღვიძებაში. შემდეგია Hugo Danner წიგნ გლადიატორიდან, რომელიც 1930-ში გამოვიდა. თუმცა 80-იანებში Hugo Danner ასევე გამოჩნდა DC-ის კომიქსებში. გლადიატორში ის ელვის დარტყმისაგან მოკვდა და სწორედ ეს იყო მიზეზი თუ რატომ დაახატეს მის უკანაც ელვა. შემდეგია Rip Gravesი. პირველი მსოფლიო ომის სუპერგმირი. ომის დროს ის გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გადარჩა. ფრესკაზე შემდეგია Sandman-ი, იგივე Wesley Dodds-ი. ესეთი იყო თავიდან Sandman-ი DC-ის კომიქსებში და ის იარაღად საძილე გაზს იყენებდა. დღეს კი ჩვენ მისი უფრო ახალი Neil Gaiman-ის ვერსია ვიცით. შემდეგია Amazing Man-ი, იგივე Will Everett-ი. 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშებიდან. მისი სუპერძალა კი არის კოპირების უნარი. თუ რკინას შეეხება რკინის ხდება, თუ ქვა შეეხება ქვის და ასე შემდეგ. შემდეგია ჯადოქარი ზატარა. ის 1938-ში სუპერმენის კომიქსში გამოჩნდა, რაც მას DC-ის სამყაროს ერთ-ერთ უძველეს გმირად აქცევს. ზატარა სცენის ჯადოქარია, რომელიც მოგვიანებით ნამდვილი მაგიის გამოყენების უნარს იძენს. გადავედით მეორე ფრესკაზე, სადაც DC-ის სამყაროს შედარებით თანამედროვე გმირებია გამოსახული. სანამ დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ძალიან დამეხმარებით არხის გამოწერით. მეორე ფრესკაზე მარცხნივ არის Liberty Bell, იგივე Libby Lawrence, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენე. ის მეორე მსოფლიო ომის სუპერგმირია და მისი ძალები აქტიურდებოდა, როდესაც ფილადელფიაში მუზეუმის მცველი პოლ რივერი თავისუფლების ზარს დარეკავდა. შემდეგ მოდის Max Mercury, ჩვენ მასზე უკვე ვისაუბრეთ. მის ორივე მხარეს არიან ბულეტმენი და მისი შეყვარებული მეორე მსოფლიო ომის ეპოქიდან. მათ ტყვიის ფორმის გრავიტაციული ჩაფხუტები ახურავთ, რაც მათ ფრენისა და ტყვიების აცილების საშუალებას აძლევს. მათ უკან კი ვხედავთ მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო გემსა და ბომბდამშენებს. შემდეგ მოდის კიდევ ერთი დუო, TNT, ქიმიის მასწავლებელი სახელად ტომას ენ, იგივე ტექს ტომასი და მისი მოსწავლე დენიელ დამბარი, იგივე დენ დაინამიტი. მათ მარჯვნივ კი არის Phantom Lady, იგივე Sandra Knight. Sandra თავის პროექტორს იყენებს იმისათვის, რომ უხილავი გახდეს. ასევე მას აწვია გამომწვევად, რადგან მოწინააღმდეგეებს ყურადღება გაუფანტოს. მის უკან კი ვხედავთ ამერიკის კაპიტოლიუმის შენობას, რადგან მამამისი სენატორია. ფრესკაზე შემდეგია Atomic Knight, იგივე Garden Grey-ი. მის უკან კი ქალაქის ნანგრევები არის მინიშნება 60-იანების კომიქსებზე. შემდეგ მოდის Freedom Beast, იგივე დომინიკ მადავეი. ის არის აქტივისტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იბრძოდა. ძალების მისაღებად ის ელექსირს სვამს, ასევე ატარებს ჩაფხუტს, რომელიც მას ცხოველებთან კომუნიკაციის და მათთან შერწყმის საშუალებას აძლევს. თუ HBO-ს ტიტანები ნანახი გაქვს, მაშინ ეს პერსონაჟი გემახსოვრება. შემდეგია ველური კატა, იგივე ტედ გრანტი.
ამერიკის სამართლიანობის საზოგადოების წევრი. ის მოკრივეა სწორედ ამიტომ ხედავთ მის უკან საბრძოლო მოედანს, მის წინ კი კრივის სტომარას. შემდეგ ხედავთ ვაიბს, იგივე პაკო რამონს. ვაიბი 80-იანების ბრეიქდანსერია. მას აქვს უნარი, რომ ცეკვისას გამოუშვას ხმოვანი შოკის ტალღები. შემდეგია განფაიერი, იგივე ენდრიუ ვან ჰორნი. მან უცხოპლანეტელი პარაზიტის თავდასხმის შედეგად მიიღო კინეტიკური ენერგიის მანიპულირების უნარი, ამიტომ შეუძლია ნებისმიერი ნივთი შეხებით დამუხტოს და გამოიყენოს როგორც იარაღი. ფრესკაზე ბოლო არის მაქსუელ ლორდი. მას ჯეიმს განის ძმა შონ განი თამაშობს სუპერმენში და ფისმეიკერის მეორე სეზონში. მის უკან მეტროპოლისის ლორდ თაუერია, რომელიც ასევე სუპერმენში ვნახეთ კაიჯუსთან ბრძოლის დროს. მაქსუელ ლორდი თავად სუპერგმირი არ არის, თუმცა ის ადამიანია, ვინც სამართლიანობის ბანდას შეკრიბა და აფინანსებს. ის ასევე აფინანსებს სამართლიანობის დარბაზის მშენებლობას და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, რადგან სუპერგმირების ისტორიაში საკუთარი თავი ჩაამატა, თანაც იმ ეპოქაში, სადაც სუპერმენი და სხვა უამრავი გმირია.